სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ისეთი რეჟიმი დამყარდა, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს წყლობით სვამენ ციხეში და მე როგორც რიგით მოქალაქეს უბრალოდ არ შემეძლო ამის ასე ყურება და მოვხვდი ასე სასამართლოს შენობაში. პრინციპში პირველად მოვხვდი 2024 წლის ზაფხულში ჩემი მეგობრის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ. მაშინ შევდგი პირველად ფეხი ამ შენობაში და მას შემდეგ სამწუხაროდ უკვე ბოლოს ხალათით და ჩუსტებითაც შემეძლო სიარული ისე გახშირდა სამწუხაროდ ეს პროცესები და ორმაგად სასიამოვნოც არის ამ პროცესებზე დასწრება და ვიტყვი რა მიმართულებითაც და ტრაგიკულიც თავისთავად. სასიამოვნო არის იმ მხრივ, რომ ადვოკატები ჩვენი მსჯავრდებულების ამ სიტყვას რო ვიყენებ მართლა ვერ ვიჯერებ. ადვოკატები ისეთ დღეში აგდებენ ხოლმე ცრუმოწმებს, უბრალოდ ნამდვილად ღირს ამის ყურება და ზოგადად ვერც ერთი სტატია და ვერც ერთი სიუჟეტი ვერ შეგიცვლით იმას, რომ თქვენ თვითონ საკუთარი თვალებით ნახოთ ეს ყველაფერი და თქვენი ყურებით მოისმინოთ რა დონის უსამართლობაზე და უპასუხისმგებლობაზე და სისასტიკეზე გადის ეს ყველაფერი და იმდენად ცრუმოწმები არამხოლოდ არა ადამიანები არიან და ამ სიტყვას არ მოვერიდები, არამედ არიან საშინლად უინტელექტო ხალხი და მათ რო აბარია ჩვენი უსაფრთხოება და ზოგადად სამართალი ჩვენი ქვეყნის მათ რო აბარია ეს კიდევ ცალკე ტრაგედია, მაგრამ იმდენად უინტელექტო ხალხია, რომ აი ოდნავადაც რომ გადასცდებიან თავიანთ დაზებირებულ ტექსტს, იმ წუთას ვიხლართებიან საკუთარ ტყუილებში და ძალიან მარტივად გამოიჭერენ ხოლმე იურისტები მათ ამ ტყუილში და უბრალოდ ჩუმად ესე ვიცინით ხოლმე დარბაზში, რომ არ დავიხრჩოთ სიცილისგან და თან რომ არ გაგვაგდონ მოსამართლეებმა და ეს მართლა ისეთი სასიამოვნო საყურებელია და ალბათ ერთადერთი გულის მომხარვის საშუალებაა, როცა იგზიხარ, იმიტომ რომ პარალელურად უსმენ საქმეს ეცნობი მასალებს და არამხოლოდ შავი თეთრზე წერია, რომ ეს ადამიანები უდანაშაულობები არიან, არამედ კიდევ უფრო შავი თეთრზე ჩანს, რამდენი დარღვევა არის თითოეულ საქმეში, რამდენი სისხლის სამართლის დანაშაულია თითოეულ საქმეში, დაკავებამდე ამ ადამიანების დაკავების პროცესში, დაკავების შემდეგ უშუალოდ სასამართლოზეც კი ირღვევა კანონი ხშირად და პენიტენციურ სისტემაში რა ხდება, ამაზე კიდე შორს წაგვიყვანს ლაპარაკი და აღარ გავაგრძელებ. ასევე ხაზგასასმელია, მინდა ამაზე ვთქვა და მე ჩემ ისტორიასაც მივაბავ, როგორ აიკრძალა სასამართლოს არამხოლოდ სხდომაზე, რაც სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს მხოლოდ დარბაზში იყო, როგორც ვიცი, აკრძალული გადაღება და იმათაც გადააჭარბეს და არამხოლოდ სხდომები, არამედ შენობაშიც აკრძალულია გადაღება და ეზოშიც აკრძალულია გადაღება და